იმერეთის მუნიციპალიტეტში 14 წლის მოზარდი დედა გახდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ფაქტზე გამოძიება 140 მუხლით არის დაწყებული, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის შეღწევას 16 წლის ასაკს მიუღწეველის სხეულში. უწყების ცნობითვე დაკავებულია 2 პირი. დღეს ცნობილი გახდა, რომ იმერეთში 14 წლის გოგონა მიმშობიარა ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია უცნობია. აღნიშნული ინფორმაცია განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს განეკუთვნება. წყალტუბოში აფხაზეთის ქუჩზე 4 ნომერი კორპუსის ფასადის ნაწილი ჩამოიშალა. დაზიანებულია მანქანა. როგორც ადგილობრივი მეგატევეს უყვება, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა დევნილთა დასახლებაში ახლა დაშენებული კორპუსიდან ფასადის ნაწილები ცვივა. როგორც მოქალაქეები აცხადებენ, შემთხვევას სასწაულებრივად გადაურჩნენ. 2 წელია, რაც აშენებულია ეს კორპუსი და უკვე ჩამოშლა დაიწყო. პირველ ჯერზე დევნილთა სამინისტროდან მოვიდნენ და უბრალოდ ფოტოები გადაიღეს, აღწერეს და წავიდნენ. ახლა პოლიციასაც დაურეკეთ, მაგრამ ყველა თავიდან იცილებს პასუხისმგებლობას. მერიაში გვეუბნებიან, რომ მათ ეს საკითხი არ ეხებათ. დევნილთა დეპარტამენტში კი მითხრეს, რომ უფროს გავსაუბრებოდი, რომელიც არ იმყოფებოდა სამსახურში. როგორ უნდა მოვიქცეთ, არ ვიცი. მადლობა ღმერთს, რომ ბავშვი არ იმყოფებოდა იქ და რაიმე არ დაემართა. ამბობს დაზიანებული მანქანის მფლობელი მეგატევესთან საუბრისას. მუნიციპალიტეტის საკრებულოში კიდევ ერთი ფრაქცია ევროპელი სოციალისტები დარეგისტრირდა. ფრაქცია 3 დეპუტატით დაკომპლექტდა. მისი თავმჯდომარე ქართული ოცნების დეპუტატი იოსებ კუჭავა იქნება. თავმჯდომარის მოადგილე კი ასევე უმრავლესობის წევრი შოთა ჯიშკარიანი. ფრაქციის წევრი გახდა ქართული ოცნების პარტიიდან თამთა ბაკურაძეც, რომელიც მადლიერების სახლის ყოფილი ხელმძღვანელია. ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ამ დროისათვის 3 ფრაქციაა შექმნილი. ეს არის ფრაქცია ქართული ოცნება, ხალხის ძალა და ევროპელი სოციალისტები. ბათუმში ინტერპოლის წითელი ციρკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. დაკავებული ნარკოტიკული საშუალებებითა და იარაღით ვაჭრობის, ასევე ქონების დაზიანების ბრალდებით ინტერპოლის წითელი ციркуლარით იძებნებოდა. სამართალდამცველებმა ის ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბათუმში დააკავეს. ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად უკანონო გადაკვეთის ბრალდებით გურიაში 3 პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებმა სასაზღვრო გამტარი პუნქტის გვერდისავლით თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით ჯგუფურად უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 354 მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ქუთაისელი სპორტსმენი სანდრო ბაზაძე მსოფლიოს ნომერ 1 მოფარიკავია. ქართველი ხმით მოფარიკავე მსოფლიო ჩემპიონი სანდრო ბაზაძე 225 ქულით რეიტინგის კვლავ ლიდერია. ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ რეიტინგები განაახლა და სანდრო ბაზაძე კვლავ 1 ნომერია. ნათქვამია საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციაში. თერჯოლელი სპორტსმენი რეზი გაჩეჩილაძე ალპაგუდ გრეპლინგში მსოფლიო ვიცე-ჩემპიონი გახდა. რეზი გაჩეჩილაძემ 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონატზე 2 შეხვედრა მოიგო. რეზი გაჩეჩილაძემ 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონატზე 2 შეხვედრა მოიგო. პირველ შეხვედრაში ყაზახი მოჭი დავე, ხოლო მეორეში მაროკოელი მებრძოლი დაამარცხა. სულხასაბა ორბელიანის გარდაცვალებიდან 300 წელი გავიდა. თარიღთან დაკავშირებით ქუთაისში კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა. საუბარი შეეხო მწერალ მოაზროვნისა და საზოგადო მოღვაწის ცხოვრებასა და შემოქმედებას. კონფერენცია მამა გაბრიელე ბრაგანტინის ქუთაისის კათოლიკური ეკლესიის მოძღვრის თაოსნობით შედგა. სულხასაბა ორბელიანი როგორ პიროვნება ძალიან მნიშვნელოვანი არის ქართული საზოგადოებისთვის და მგონია რომ აგრეთვე ევროპის ხალხისთვის სხვადასხვა კუთხით. მგონი რომ მაინც ის დარჩება როგორც ნიშანი, კონკრეტული ნიშანი იმ ურთიერთობისა, რომ ყოველთვის საქართველო და იქო ევროპისკენ. სულხანი დიდი ფიგურაა არა მარტო ქართულ ლიტერატურაში, თეოლოგიაში, არამედ დიდი ფიგურაა პოლიტიკურადაც. ცნობილია, რომ იგი ბერად აღიკვეცა 1698 წელს, მაგრამ როდესაც ვახტანგ მე-6-ე დაბრუნდა, ქართლის ჯანიშინად მას გვერდით დაუდგა და
დიდ სახელმწიფო საქმიანობაში ეხმარებოდა. პირველი ევროპელი იყო სულხანი, რომელმაც დაიწყო და გაკვალა ეს გზა ევროპისკენ. ჩვენ მისი თხზულებების სახით განსაკუთრებით მოგზაურობა ევროპაში, ეს გახლავთ შესანიშნავი ნაწარმოები, რომელმაც დიდი კვალი დაამჩნია ქართულ მწერლობას და მემუარულ ლიტერატურას. შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურაა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, იმიტომ რომ სულხან-საბა ორბელიანი არ იყო ერთი მიმართულებით მოღვაწე ადამიანი, ის იყო შესანიშნავი როგორც ლიტერატორი, აგრეთვე იყო ძალიან მაღალი რანგის პოლიტიკოსი და დიპლომატი. ეს განსაზღვრა იმან, რომ ის გაიზარდა ქართლის სამეფო კარზე, ვახტანგ მეხუთე შაჰნავაზის სამეფო კარზე და ძირითადად ის ტრიალებდა უფლისწულების წრეებში, იმ უფლისწულებისა, რომლებიც შემდეგ შიგადაშიგ საქართველოს სხვადასხვა სამეფოების მეფეები გახდნენ. სულხან-საბას დიპლომატიური მოღვაწეობა ერთ-ერთი საინტერესო პერიოდი არის ქართული დიპლომატიის ისტორიაში, ჯერ კიდევ ბოლომდე შეუსწავლელი, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ მისმა დიპლომატიურმა საქმიანობამ ვერ გამოიღო საბოლოო შედეგი, რისთვისაც სულხან-საბამ ბევრი შეიძლება ითქვას შევიწროება, ლანძღვაგინება თუნდაც საქართველოში გადაიტანა, მაგრამ ის ყოველთვის დარჩება ერთ-ერთ გამორჩეულ ქართველად საქართველოს მრავალათასწლოვან ისტორიაში. 2025 წელს შესრულდა 300 წელი დიდი ქართველი საზოგადო პოლიტიკური და საეკლესიო, ასევე დიპლომატიური მოღვაწის სულხან-საბა ორბელიანის გარდაცვალებიდან. სულხან-საბა ორბელიანი იყო ის პიროვნება, რომლის სახელი, რომლის მოღვაწეობა და მამულიშვილობა არასდროს გახუნდება საქართველოს ისტორიის ფურცლებზე და არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ისტორიის ფურცლებზე. ის იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც გარკვეულწილად შეგვიძლია ვთქვათ, გადო და აღადგინა ხიდები აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყანას, საქართველოსა და დასავლეთ ევროპულ სამყაროს შორის. და იმ პერიოდში, როდესაც ჩვენს ქვეყანას სამწუხაროდ არ ჰქონდა ერთიანი სახელმწიფოებრიობა და დაშლილი იყო სხვადასხვა სახელმწიფოებრივ სუბიექტებად, სულხან-საბა მოევლინა როგორც თავის მხრივ ერთ-ერთი ძალიან დიდი მოღვაწე, მამაც და შვილიც, შეგვიძლია ასე ვთქვათ ჩვენ. და იმ პერიოდში, როცა ქვეყანას უხდებოდა თავისი არსებობის გაგრძელება სამი დიდი მტრის, პირველ ყოვლისა მაშინ ეს იყო ირანი და ოსმალეთი და ასევე უკვე ასპარეზზე ჩვენი საწინააღმდეგოდ უკვე ნენელა შემოდიოდა რუსეთი, სულხან-საბამ სცადა ის ერთადერთი გზა, რომელსაც შეეძლო ქვეყანა გადაერჩინა. სამწუხაროდ გარკვეული ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო შესაძლოა ეს მცდელობა ვერ იყო მთლად თუ წარმატებული მაშინ, მაგრამ ეს არ იყო მხოლოდ იმ დროისათვის, არამედ მისმა ამ მცდელობამ საისტორიო, პოლიტიკური და დიპლომატიური გამოძახილები პოვა შემდგომ პერიოდებში და პოვა ასევე დღესაც. და სასიამოვნოა, რომ სწორედ რომის კათოლიკე ეკლესიის დასავლეთ საქართველოს წარმომადგენლობის ინიციატივით დღეს ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმართება სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც ეძღვნება სულხან-საბა ორბელიანის გარდაცვალებიდან 300 წლის თავს და ჩვენ ეს კიდევ გვახსენებს, რომ ქართველობაში არსებობს მრავალფეროვნება, სარწმუნოებრივი კუთხითაც მათ შორის, თუმცა ჩვენ ყველა ვართ ამ ქვეყნის შვილები და ყველამ უნდა ვიზრუნოთ ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის. და ჩვენს მუზეუმში პირველად საქართველოს მასშტაბით იხსნება ვირტუალური გამოფენა. ნამდვილად მიამაყება და ყველა ჩემს გამოფენის გახსნას ვიწყებ წინადადებით. ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი დასავლეთ საქართველოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო სამეცნიერო, კულტურული, საგანმანათლებლო და შემოქმედებითი ცენტრია.
დღევანდელი დღე ამის კიდევ ერთი ნაწილი გადასწრებაა. ჩვენ როგორც რეგიონალურმა მუზეუმმა მივახციეთ იმის, რომ 4 თვის განმავლობაში ვახორციელებთ ამ პროექტს და შედეგიც არის. აი ჩვენ სადაც ვიმყოფებით ამ სივრცეში ვირტუალური სათვალის მეშვეობით თქვენ წინაშე გაცოცხლდება უნიკალური მართლაც, რა თქმა უნდა, ჩვენ ნივთებზე დაფუძნებული დიორამა, იმერელი ბლეხის დიორამა. ცოტას დავამატებდა მე ბატონი გიორგის ილაპარაკებს, ამისთვის ჩვენ გამოვიყენეთ თანამედროვე ტექნოლოგიები, ეგრეთული ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციები, რამოდენიმე მათგანი ხმის გენერირებისთვის, სურათის გენერირებისთვის და ვიდეოს გენერირებისთვის. ხედავთ ალბათ ეკრანზე, ესეთ უნიკალური კადრებია, კადრები, რომლებიც არ არსებობს, ეს ადამიანებიც არ არის, ეს ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი. მსგავს რაღაცას უფრო მეტ გქინდებით, უბრალოდ ეს დასაწყისია. ეხლა თავად დეველოპერს გიორგის მინდა გადავცე სიტყვა. და პირველ რიგში მე ნოდერს ამოდევ გადავხმობ ძალიან მაგარი შესაძლებლობისთვის მომხმარებლად. ტექნოლოგიები ვითარდება, იხვეწება ყველაფერი და მინდა გითხრათ, რომ ყოველთვის როცა კარგი მინდა რაღაც დავაკეთოთ და ყოველთვის კარგი და ბედნიერი საფასი არ არის, უფრო შეიძლება ჩვენთან იყოს, ჩვენს მეზობლად იყოს, ჩვენს ხელში იყოს ამ ტექნოლოგიების საშუალებით და შეგვიძლია რომ ჩვენი ისტორია გავიცნოთ სრულიად ახალი რაკურსით. მოძრაობს. იქ დაიხო პროტოტიპებიც მე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს გვერდით დგომს ფოტოგრაფს, რომელიც სულ ჩვენთან არის და მისი ინიციატივით, მისი მოხდა სურათების გადაღება და ის სურათები, ნამდვილი ადამიანების სურათებია სწორედ იქ გაცოცხლებული. ბაბუა, ბებიას დაინახავთ იქ, სუფრას დაინახავთ ქართულს ამ ეტაპზე. ისე ზიან თუმცა ცოტა ხანში ისინი საფრთხეობასაც იწვიან, რას გიყვება, შეხედეთ გიყვება ქართულად, რომ რა არის, რა ნივთია, თან ახდება იცი ფანდურია შენ ფანდურს თუ მიაგრი. ფანდური ფოტოშოპი უკრა. რაღაცა დებს ფანდური, თუ ვინმე არ გაძლობო, თაროზე იქნება წესი. ნახია და ფანდური. არის მაგ ფანდური. შემოქმედებით საქართველოს პროექტის პარალელში ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულმა მუზეუმმა მოიგო პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს მუზეუმში არსებული დიორამის, ეგრეთ წოდებული გლეხის სახლის გაცოცხლებას ვირტუალური რეალობის სათვალის მეშვეობით. ეს პროექტი ჩვენ მოვიგეთ განხორციელების გზაზეა, უკვე დაინერგა და ვიზიტორს დამთვალიერებელს უკვე ვირტუალური რეალობის სათვალის მეშვეობით შეუძლია ნახოს უკვე შეიგრძნოს თავად სივრცე თუ როგორ იყო იმერელი გლეხის ყოფა. პროექტის იდეა გაჩნდა ესტონეთში, ტარტუს უნივერსიტეტში, იქ დაიბადა იდეა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ იქ ქონდათ, იქ არ ქონდათ, ეს როგორც მე ვიცი, პირველი შემთხვევაა საქართველოს მუზეუმის ისტორიაში, როდესაც ვირტუალური რეალობის სათვალით შიდა სივრცე გავაცოცხლებთ. ამ პროექტის გარდა ჩვენ მომავალში ვაპირებთ კიდე სხვა სივრცეების გაცოცხლებას, ნერვული მიმართულების გვექნება ჭედლის ოთახის სივრცის გაცოცხლება, ასევე თონის გაცოცხლება გვინდა და სხვადასხვა, ესე ვთქვათ, ეთნოგრაფიული სივრცეები გვინდა შევმატოთ. ეს პირველი ნაბიჯია ჩვენი და შემდგომშიც გავაგრძელებთ ამ მიმართულების მუშაობას. ვფიქრობ, რომ ეს პროექტი გაამართლებს განსაკუთრებით ახალგაზრდებში, ვისაც შეიძლება ნაკლები ინტერესი აქვს ისტორიის მიმართ, იქიდან გამომდინარე, რომ მოცემულ პროექტში უკვე თავად არიან მონაწილე იმ ეპოქის. რაც მათ დაინტერესებას უფრო გაზრდის და დარწმუნებული ვარ, ვიზიტორების რაოდენობა ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში მოიმატებს. დღევანდელი გამოფენა ეს არის გაფართოებული რეალობის გამოფენა, VR ხელსაწყოების საშუალებით, ეს არის ვირტუალური რეალობის სათვალები, რომელიც არის ახალი და ინოვაციური ტექნოლოგია თანამედროვე სამყაროში. ვირტუალური გამოფენის იდეა დაიბადა ესტონეთში, კერძოდ ქალაქ ტარტუში, როდესაც იქ ვიყავით ჩასულები და გავეცადეთ ადგილობრივ ტექნოლოგიებს, აღმოვაჩინეთ თუ რამდენად დიდი ძალა აქვს დიჯიტალიზაციას, ანუ გაციფრულებას, სხვადასხვა დოკუმენტების და სხვადასხვა ისტორიული მომენტების და ეს გაძლიერებული და გაფართოებული რეალობა გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენი ისტორიული ღირსშესანიშნავი მომენტების რეკონსტრუქცია მოვახდინოთ ვირტუალურ სივრცეში და უფრო საინტერესო და სახალისო, ასევე ინტერაქციული ფორმით შევთავაზოთ ახალგაზრდებს ეს ნივთები და სხვა ისტორიული მოვლენები, რაც თვლი რომ გაზრდის მათ ინტერესს და დაინტერესებას საქართველოს ისტორიის მიმართ. თვითონ ტექნოლოგია არის ახალი, ჯერ კიდევ ტესტირების პროცესშია, თუმცა რასაც მივახციეთ უკვე ძალიან საინტერესო იქნება და მოხარული ვიქნებით თუ თქვენს გაეცნობით ამ ტექნოლოგიებს. და რაც შეეხება მომავალს, რა თქმა უნდა, ამით არაფერი არ ჩერდება და მომავალში კიდევ უფრო მეტი მსგავსი პროექტის გაკეთებას ვაპირებთ, როგორც საქართველოს ისტორიულ მხარეებზე, ისე კონკრეტულ ნივთებზე
მუზეუმის, რომელთა ისტორიასაც მოუყვებით გაფართოებული რეალობის საშუალებით. ძალიან მომეწონა, ძალიან რეალური საერთოდ გრძნობდი, მეგონა რეალურ ცხოვრებაში ვიყავი და მართლა მინდა და შევხებული ყავი ყველა მიცვაც ნახე. ძალიან მომეწონა. Under chance, aziereba ekranis კარგად წაეში დავხარე ახედა ალბათ ეკრანზე მე დავთ რომ ხელოვნური სამიკაცები ძალიან წინ წავიდა ხო ჩვენი ხდებია